მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე წარმოგიდგენთ Wayfarers of South Tigris. ეს გახლავთ შენ ფილიპსის და SJ McDonald's-ის მიერ გამოშვებული თამაში, რომელიც გამოცემლობა რა თქმა უნდა არის უნიკალ Game Studio და ეს არის ახალი ტრილოგიის, ანუ შენ ფილიპსის და McDonald's-ის ახალი ტრილოგიის პირველი თამაში, სამხრეთ ტიგროსის მოგზაურები, ასე ვთქვათ. თამაში შეუძლია 1-დან 4 თამაშამდე, 14 პლუსი გასაკი და 60-დან 90 წუთამდე გრძელდება ერთი სესია. თავარი განსხვავებელი ნიშანი, რაც ამ ტრილოგიას ახასიათებს წინა ტრილოგიებისგან განსხვავებით, არის ის, რომ ამ ტრილოგიაში ყველაფერი თითქმის არის კამათებზე აწყობილი, ოღონდ არა ამერის სტილზე კამათებზე, არამედ კამათებს გამოვიყენებთ როგორც ხანდახან worker placements, ხან მოქმედებების სიძლიერის განახორციელებას, ხან ზოგადად მოქმედების განახორციელების საშუალებას და ძალიან ბევრი საშუალება გვექნება, რომ ეს კამათელი დავამოდიფიციროთ. წინა ტრილოგიებში გახსოვთ, რომ კამათელი საერთოდ არ ქონია, არც იმის წინაში და ეხლა სამივე თამაში იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა დოზით. ყველა გარკვეულ თამაშის დამახასიათებელი ნიშანი არის ის, ყველაფერი არის იკონოგრაფიაზე, ანუ არანაირი ტექსტები არ შეხვდებათ, ყველაფერი არის იკონოგრაფია. მაშინზე თამაშის შინაარსობრივი ნაწილი რო გავიაროთ, ეს არის ეს სამხრეთ ტიგროსის მიმდებარე ტერიტორია, ანუ აბასიდების ხალიფათის პერიოდი, სადაც 820 წელია, მოკლედ ქრისტიანობიდან და ჩვენ ვართ მკვლევარები, მოგზაურები, რომლებიც მოგზაურობთ მოკლედ ბაღდადის ირგვლივ, ვართ თან რუკის შემდგენლები, თან აქ იგულისხმება არა მარტო ფიზიკური რუკა, ანუ დედამიწის რუკა, ასე ვთქვათ, და მიწის ხმელეთის და წყლის რუკა, არამედ ასევე ასტროლოგებიც, იმისთვის ჩვენ ვაკვირდებით მიწას, ლანდშაფტებს, წყლებს და ასევე ცას და იქ ავსახავთ შესაბამის ციურ სხეულებს. როდესაც გადავადგილდებით ბაღდადის ირგვლივ, ამაში ჭირდება ქარავანი, ჩვენი ქარავანი მოცემულია აი აქ და ქარავანი განსაკუთრებით გამოქმედებით განხორციელება შეგვიძლია. გვაქვს 3 გილდია, რომლებიც გვეხმარებიან სხვადასხვა საქმეებში და ასევე თუ მათზე გვექნება შესაბამისი გავლენები თამაშის ბოლოს დამატებით ქულებს მივიღებთ კიდე. თამაშის მიმდინარეობა არ არის რაუნდებზე დამოკიდებული, ვიწყებთ და მივდივართ თამაში, სანამ დათრიგერდება თამაშის დასასრული, ასე ვთქვათ. რაც გამოისახება აი ამ ჟურნალის ბორდით, ეს 3 ცირე ბორდიდან დაწყობილი ბორდი არის, ანუ შესაბამისად ყოველი თამაში შეიძლება სხვადასხვა იყოს. ეს არის ჩვენი ჟურნალის მარკერი და აი ამ მელნის წვეთებს შორის უნდა ვამოძრავოთ და საბოლოოდ მივიყავთ აი ამ ბოლო ნაწილში. როგორც კი გამოჩნდება ერთ-ერთი მოთამაშის ჟურნალი, მე ყველა მოთამაშის კიდევ ერთი სულ ექნება და დამთავრდება თამაში. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ კამათებს, ამისთვის ჩვენ ვიყენებთ მუშებს, ჩვენ გვაქვს ფული, პროვიჟენი, როგორც ყველა წინა თამაში და თამაშის დროს ესეთი ხულა ექნება გაიმარჯვებს ის. თქვენთვის განმავლობაში ან უნდა განათავსოთ კამათები, ან უნდა განათავსოთ მუშა, ან უნდა დაისვენოთ. დასვენებისას ყველა განათავსებული კამათები გიბრუნდებათ უკან, მე ისე ვიწყებ თავიდან. ანუ ეგ სამი მოქმედებას რო გასაკეთებია თამაშის განმავლობაში. იმისთვის რომ ზოგადი კონცეფცია გავიგოთ, მარტივად გეტყვით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თამაში და ვიმახსოვროთ, გვაქვს 5 სხვადასხვა ტიპის ბარათი, გვაქვს ხმელეთის ბარათები, გვაქვს წყლების ბარათები, კოსმოსის, ანუ ცის ბარათები, ასე ვთქვათ, ინსპირაციის ბარათები და სოფლის ნაცხოვრების ბარათები. 5 სხვადასხვა დასტა არის, რომელთანაც სხვადასხვანაირი ინტერაქცია შეგვიძლია გქონდეს. ასევე დააკვირდებით, რომ ყველა ბარათს აქვს თავისი შესაბამისი სიმბოლოები, იკონოგრაფია და თქვენი პადივე გეუნებათ პირველი მნიშვნელოვანი ქულების დაწერის მომენტი. საიდან შეგიძლიათ აიღოს? აი აქ დააკვირდებით, რომ მოცემული არის 4 მთავარი სიმბოლო. ეს არის ქალაქის, ეს არის ზღვის და ანუ ხეობის, ასე ვთქვათ, ეს არის პორტის და ეს არის ღია წყლების სიმბოლოები, რომლებიც თამაშის ბოლოს ამდენი ეგეთი სიმბოლოებს გექნებათ, შესაბამისი სეტი შეგიძლიათ აწყოთ. სეტი იწყება ორნაირად. თუ ერთი და იგივე სიმბოლოები გაქვთ 7, მიიღებთ 16 ქულას, ანუ ერთ და იგივე სიმბოლოებზე არის ეს და ეს არის ყოველი 4 განსხვავებული სიმბოლო მოგცემთ 5 ქულას. ანუ ერთი სიმბოლო, მაგალითად აი ახლა ეს ერთი ქალაქის სიმბოლო, მე ჩამოვთვლება როგორც ამ სეტის ნაწილად, ისე ამ სეტის ნაწილად. ანუ ახლა ამ წუთში მე უკვე მაქვს 1 და 2 პრაიმერი სიმბოლო. დამატებით ჩვენ გვაქვს ასევე ობსერვატორიის და ბიბლიოთეკის სიმბოლოები. ქალაქის ბარათი გვაქვს 1 პორტის ბარათი გვაქვს, 1 ცის ბარათი გვაქვს, ასე ვთქვათ, და გვაქვს ეს სიმბოლოები, ასევე გვაქვს აი ეს მოქალაქის ბარათი ამოდებული უკვე ამ ბარათის ქვეშ. სიმბოლოები ჩაგვეთვლება უკვე არსებულად, თუმცა
ეს თვითონ ბარათად არ ითვლება რამე სხვა თამაშის ეფექტისთვის. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ უკვე თავიდან გვაქვს 1 2 3 4 5 სიმბოლო, რომელიც თამაშის მნიშვნელობა აქვს. ასევე აი ეს სიმბოლო, რომელიც განსაზღვრავს რესტის დროს ავსამუშავებელ პასიურ მოქმედებებს. ზემო ნაწილი გამოიყენება კამათლების განსათავსებლად და ამას ცოტა მოგვიანებით გადავიდეთ. თამაშს როცა ვიწყებთ, გვაქვს ერთი ყვითელი და ერთი ლურჯი მუშა, ხოლო მწვანე მუშები არიან უკვე აი ამ ბორდზე და მათ აიღებს ის მოთამაშე, რომელიც პირველი შევა შესაბამის ტერიტორიას. ანუ აქ დააკვირდებით, რომ სამივეგან არის მოცემული ერთი და იგივე ასე ვთქვათ ბენეფიტი, სამივეგან სადაც უნდა გადახვიდეთ, მიიღეთ ერთი ინსპირაციის ბარათს და ერთ თქვენ ახალ კამათას. აქაც. უბრალოდ აქ ჩავადები, იმიტომ რომ ვიზუალურად გამოჩენილი. თორე მნიშვნელობა არ აქვს არ გადახვდეთ რეალურად. სტანდარტული 4 ბარათიდან განსხვავებით ინსპირაციის ბარათების აღება საკმაოდ რთული არის ხოლმე, ანუ რამე კონკრეტული ადგილი არ არსებობს, რომ ინსპირაციის ბარათები ავიღოთ, თუ არ ჩავდეთ ჟურნალის ტერიტორიებს, აი ამ ორს და კიდე ქვევით. ბოლოში მესამეს ინსპირაციის ბარათები მუშაობს შემდეგნაირად, როდესაც ინსპირაციის ბარათს ვიღებთ, ვდებთ უკვე არსებული ციის ბარათის უკან და თუ ჩვენ შევასრულებთ ინსპირაციის ბარათზე მოცემულ რაღაც conditions, ანუ აი მაგალითად ამ შემთხვევაში თუ ჩვენს ქალაქში გვაქვს 6-ან მეტი კომეტის სიმბოლო, მაშინ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ რომელიც ციის ბარათის უკანაც იქნება მოდებული შესაბამისი ინსპირაციის ბარათი, გააორმაგებს იმის ქულებს. სტანდარტულად ჩვენ როგორც ნახეთ უკვე ყველა მოთამაშეს აქვს ერთი ციის ბარათი, ეს ნიშნავს, რომ რამდენი ქალაქის მაცხოვრებელიც იყოლება დამოდებული პლუს რამდენი upgrade-ის თაილი გექნებათ, ანუ თითოეულ მაგათ სეტზე მიიღებთ ერთ ქულას. Upgrade-ის თაილები არის ესენი, გვაქვს სტანდარტული 3 ყვითელი, ლურჯი და შავი, ანუ მიწის, წყლის და კოსმოსის და ასევე გვაქვს 2 special, ასე ვთქვათ, upgrade-ი, ვარდისფერები არის სპეციალურები, რომლებიც აღებაც საკმაოდ რთულია ხოლმე თამაში, ხოლო მწვანეების აღება უფრო მარტივად შეგიძლიათ კონკრეტული ადგილის არსებობს მაგისთვის. ვარდისფერებს ძირითადად იღებთ აი აქ გადასვლისას, თუმცა შეიძლება ზოგიერთმა ბარათაც მოგცეთ. ამათი აღება რაში გამოგვადგება, მაგას ცოტა ხანში მაგაზე გადავიდეთ. ბარათები მე მგონი მოვჭით, ხო, ინსპირაციის ბარათებს კიდე რაც შეეხება, თუ რომელიმე ინსპირაციის ბარათი მაგალითად არ მოგწონთ და არც არ გინდათ რომელიმე აღება, უბრალოდ გადააგდებთ და მიიღებთ შესაბამის ეჯერად ბონუსს, რომელიც მოცემული არის შესაბამის ბარათის გვერდზე. თითოეულ ბარათის აღებისთვის არსებობს სხვადასხვა ადგილები, 4-ვე ბარათისთვის, ანუ ამ 4-ვე ბარათისთვის კონკრეტულ ადგილზე წასვლით, კონკრეტულ მოქმედებას განხორციელებით თქვენ ამ ბარათს როგორც მოთამაშის სვაზე ასაკეთებთ, თავიდან როცა ვიწყებთ რაუნდს, ანუ ვაგორებთ კამათას, დავდოთ ეს კამათები შესაბამის ადგილებზე და მე გვაქვს სამი არჩევანი, ან კამათები შევიყვანოთ რომელიღაც ჩვენი ბორდის ლოკაციაზე, ან ახალდადებულ ბარათზე, რომელიც მოხდეს მოქმედების განხორციელების საშუალებას, ან მუშა გავუხსნათ რომელიმე ბარათზე და მივიღებთ შესაბამის ბონუსს, ან დავისვენოთ. ანუ სულ 3 ოფშენი მაქვს, მეტი არ აქვს. მივყვეთ ნელ-ნელა პირველი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგალითად მოკიდოთ მუშას ხელი, ყვითელი მუშა მოდის როგორც ვთქვით, ამოთ ლოკაციაზე და იმოთ ლოკაციაზე, ლურჯი მუშა მოდის ამოთ ლოკაციაზე და იმოთ ლოკაციაზე, მწვანე მუშა მიდის ყველგან, მათ შორის ზემოთ თაუნსლოკის კარტების ადგილებსაც. ეხლა რაც შეეხება რა მოქმედების განხორციელება შეგვიძლია. ამისთვის უნდა დავაკვირდეთ კარგად ჩვენს ქარავნის აი ამ განლაგებას. ჩვენ ახლა გვაქვს 1-იანი, 3-იანი და 6-იანი. როგორც ხედავთ, 1-იანი კამათები ჩვენ გვაძლევს აკლემის სიმბოლოს, ხოლო 6-იანი კამათები ჩვენ გვაძლევს ჭოგრიტის სიმბოლოს. ეხლა რომელი მოქმედება რას გვაკეთებიოს, მაგისთვის უნდა დავხედოთ აი აქ. აკლემის, ანუ უკვე არსებულ ბარათზე, აკლემის სიმბოლოს თუ გამოვიყენოთ, ანუ 1-იანს თუ გამოვიყენოთ და დავდებთ აი აქ და გადავიხდით 2 provisions, ჩვენ მივიღებთ ერთ-ერთ ამ 4 ბარათიდან ერთ-ერთს და პლუს 1 ფორს. ანუ უბრალოდ მოვკიდებ მე აქედან ერთ-ერთ ბარათს და წამოვიღებ კიდე ერთ, ასე ვთქვათ, მიწას გავიჩენ, რაც მერე უკვე მომცემს საშუალებას ან ახალი მოქმედებისთვის, ანუ ახალი action point-ი გავიხსნა, ასე ვთქვათ, სადაც შემიძლია ჩემი მუშა ჩავსვა, ან ვისტას ბარათები მე მაძლევს მუდმივ ძალებს. მაგალითად აი ეს ვისტას ბარათი, რომელიც აი ამ სიმბოლოს შეგვიძლია გამოვარჩიოთ, ერთჯერადად ეგრევე მომცემს ყვითელ გილდიაზე გავლენას და პლუს შემდეგ ყოველთვის, როდესაც მე ვთამაშებ პორტის ბარათებს, მე შემეძლება ან ყვითელ გილდიაზე გავლენა გავაკეთო, ან არსებული გავლენა გადავწიო ნებისმიერ სხვა გავლენას. ანუ ვისტას ბარათები საკმაოდ მნიშვნელოვანი ბარათებია, ჯერეთ იმისთვის, რომ სეტისთვის კარგია და მეორე იმისთვის, რომ აი ეწოდებულ ongoing ძალებს გვაძლევს. ხოლო რაც შეეხება აი ასეთ ბარათებს, აი ეს ბარათი მაგალითად მე მომცემს კიდე ერთი ახალ ლოკაციას მოქმედებისთვის,
ანუ ჩათვალეთ რომ ახალი action slot-ი მაქვს მე. ეს ნიშნავს რომ მე რო კიდე ერთიანი მქონდეს გამართლებში კიდე შემილია ჩამოვიდე და უკვე სხვა მოქმედება გავაკეთო. ანუ მარტივად ვთქვათ, ბარათების ქვემოთ მოცემული არის რა მოქმედება, რა სიმბოლო ჭირდება და თუ მე კამათელი მაძლევს მაგ სიმბოლოს, აი ამ ჩარტის გამოყენებით, მაშინ მე შემიძლია ის კამათელი ჩავდო იმ ლოკაციაზე და ის მოქმედება გავაკეთო. ეხლა მე რახან აქ ჩავდე ეს კამათელი, გადავიხადე თქვათ 2 provision-ი და თუ მინდა შემიძლია ეს ამბავი გავაკეთო. დაუშვათ მინდა, ავიღე ეს ბარათი, დავიდე გვერდზე, ამა კიდე ერთი ქალაქი მომცა, რაც სეტისთვის მე გამომადგება, როგორ შეგახსენებთ აი ამ სეტისთვის, უკვე 2 ერთნაირი ბარათი მაქვს და უკვე 2 ქულა, 2 ქალაქი მაქვს. მივიღე ერთი გავლენა, მე რა ხარ პირველ მოთამაშეა, მხოლოდ ლურზე მქონდა გავლენა და მოდი მივიღოთ შავზეც გავლენა და ასევე მე მივიღე ერთი ფული. ჩემი თქმა მორჩა, ხოლო ამის შემდეგ გადმოიწია ბარათებმა აქეთ და გაიხსნა ახალი ბარათი. ესე მივდივართ, ესე ვაკეთებ ამ მოქმედებებს, 6-იანიც მომცემთ შესაბამის მოქმედებას, ანუ 6-იანი უკვე მაძლევს ზემოთ კოსმოსის, ანუ ციური სხეულების ბარათის შეძენის საშუალებას, ან შავი upgrade-ის შეძენის საშუალებას. აი ზედ რომ დავაკვირდეთ, ბარათების ღირებულება მოცემული არის აქ, თუ მე ჩვეულებრივ ან მიწის ბარათებზე არაფერი ფასი არ გადავიხადე, ციური ბარათებზე მე გვამჭირდება 3, 4, 4 და 5 ფული გადახდა რომ ეს შესაბამისი ბარათები შევიძინო, ან შემიძლია რომ upgrade-ი შევიძინო, 3 ფული გადავიხადო, ან 2 შავი გადავაგდო. ბარათების იდეა ჩვენს გასაგები, ახლა ვნახოთ რას გვაძლევს upgrade-ის იდეა. დაუშვათ მე ავიღე აი ეს upgrade-ი, გადავიხადე მაგაში 3 ფული, ახან 2 შავი გავლენა არ მქონდა და რას ვაკეთებ? ხო, ამისთვის მქონდა ეს 6-იანი და ჩავმედო აქ. იმიტომ რომ 6-იანი მაძლევს ამას. მე ხა ეს შემიძლია ჩავდო ნებისმიერში და უკვე მე შესაბამისი კამათელით მეძლევა კონკრეტული სიმბოლოები. ამ შემთხვევაში მე 3-აზე კიდე ერთი ჭოგრიტის საშუალება მაქვს და ეს ჭოგრიტი ამ მოქმედებაზე, როდესაც მე 3-იანი გამოვიყენებ, ერთით ნაკლები რეცურს გადახდა მომეწევს. თავისთავად ბუნებრივია ჯობია რომ ისეთ ადგილზე ჩავდო მე ეს ერთით ნაკლები რეცურსის გამოყენება, რომ სადაც რეალურად მჭირდება provision-ის გამოყენება. Provision-ი მე სულ ამჭირდება ზემოთ ციურ სხეულების ბარათების შეძენაზე, ამიტომ ეს მაიძულებს იქიდან წავიდე, რომ აი აქ ისეთი სიმბოლო ჩავდო, რომელიც კარგად ფუნქციონირებს, ასე ვთქვათ, provision. აქ თუ აკლენ ჩავდებ, ანუ შემდეგზე როცა შევიძე, დაუშვათ სიტყვაზე ვთქვათ. შემდეგ შეძენაზე აი ესეთი რაღაც შევიძინებ. ეხლა უკვე ჩემთვის 3-იანი არის როგორც ჭოგრიტი, ისე აკლენიც. ანუ ამის მერე დაუშვათ ამის მერე, როცა მე ამ 3-იანს ავიღებ, 3-იანი მე მაძლევს ჭოგრიცას და აკლენცას. შესაბამისად აკლენი ნახარ მომცა 2 provision-ის ნაგივრად უკვე ერთს გადავიხდი. იმიტომ რომ ერთი provision-ით ფასდაკლება მაქვს ამ მოქმედების განხორციელებას. ასე უნდა დავაკვირდეთ, რომ აი ეს პლუსი რას გვაძლევს, ეს მეუნება, რომ მე როცა მექნება 2-იანი, ეს 2-იანი შემიძლია ავტომატურად 3-იანად გადავაქციო. იმიტომ რომ პლუსი კამათელი მაქვს და 3-იანი კი გახსოვთ რამდენ სიმბოლოს მაძლევს. ასე ალაგებ შენს ქარავანს, ასე ამოდიფიცირებ, ბუნებრივია ამას რაც დადევი, ეს ეგრევე მიიღე, ანუ რა სიმბოლოს გადაფარე, ეგრევე მიიღე. ეს არ გვითქვამს, ეს არის თქვენი გავლენის დადება ბარათებზე და ბარათებზე როდესაც გავლენას დადებ, ეს ნიშნავს, რომ როდესაც იმ ბარათზე რამენარენი ინტერაქცია ექნება შენს მოწინააღმდეგეს, ანუ ან იყიდის, ან მუშას გაუშვებს, ან მუშას დაიბრუნებს, იმან უნდა გადაგიხადო შენ ან ერთი ფული, ან ერთი provision. და შესაბამისად მე როდესაც ამას ასე ვალაგებ, ჩემს კამათლებს, ანუ ჩემს ღირებულებებს გაცილებით უფრო მაგას ვხვდი. ერთი რაც უნდა დაიმახსოვროთ არის ის, რომ თქვენ თუ აი ესე გააკეთებდით, სიტყვაზე ვთქვათ. ეს ნიშნავს, რომ 2-იანი რომც გააგორო, ეს 2-იანი შეგიძლია გადააქციოს 3-იანად და 3-იანსაც პლუს ახლა გაქვს უკვე 3-იანი გადააქციო 4-იანად, მაგრამ აი ესე რო კონდეს 2 ან 2-ჯერ გადააქცევა არ მოხდება. შეგიძლია უბრალოდ ესე ააწყო რა, 2-იანი გადააქციო, მერე 3-იანი და 3-იანი გადააქციო, მერე 2-იანად. ეს სიმბოლო გაძლევს საშუალებას, რომ უკვე გამოყენებული კამათელი გადააგორო, ანუ აიღო და ხელით თავიდან გადააგორო, შესაბამისად ლოკაცია გამოათავისუფლო, ან შეგიძლია უკვე დადებული რო არის და გამოყენებელია, ის გადააგორო, თუმცა ამით რა თქმა უნდა მოქმედებას იკლებ, ასე ვთქვათ რა. basically ასე მიდის თამაში რა, ანუ კამათლებს იყენებ იმაში, რომ მოქმედებები განახორციელო, კამათლების დამოდიფიცირებისთვის იყენებ აი ამ upgrade tile-ებს, რომ კამათლებს აჩერება მეტი ძალა მიცე და ეგ არის ასე მიყვები თამაში რა. ანუ ამ მოქმედებით იღებ ხონეთის ბარათებს, ამ მოქმედებით იღებ წყლის ბარათებს,
და მე როგორ სხვადასხვა ბარათებს, სხვადასხვა მოქმედებებს გაძლევთ. ძალიან ბევრი ბარათია, რომელიც სხვადასხვა მოქმედებებს გაძლევს, სხვადასხვანაირად გამოდიფიცირებებს და ასე შემდეგ. რესტზე როცა მიდიხარ, რესტზე სწორად შეგიძლია ნებისმიერ დროს პრინციპში, მაგრამ შენი უკვე ეს ბარათი გეუბნება, რომ ასე ვთქვათ, ბონუს გაძლევს, რომ თუ შენ დაირესტები 1 ან 0 დარჩენილი გამოყენებელი კამათლითო, მაშინ მიიღებ 1 ჟურნალის მოქმედებას და 1 ფულს. ხოლო მე მაგალითად აი ეს თამაშობი რო ანუ მეყიდა და ამომედო უკვე არსებულ ბარათის ქვეშ კიდე დამატებით მომცემდა რესტზე რაღაცას, მაგრამ თამაშობების შემთხვევაში უნდა დააგვიძეთ ეგეთ რაღაცას, რომ ამ თამაშობის ამოდება შეგიძლიათ მხოლოდ აი ამ სიმბოლოების ბარათის ქვეშ. ანუ შესაბამისად მე აი ეს ბარათი უნდა მქონდეს უკვე შეძენილი, რომ ამის ქვეშ ამოვდო. პლუს ასევე შეხედავთ, რომ ზღვის ბარათებს აქ კიდე დამატებით ბონუსის მოცემის საშუალება, თუ თქვენ ისე შეიძენთ ბარათი ისედაც ფერას, რომ აი აქეთან ბარათის აქეთან ნაწილის ელვა დაამთხვიოთ უკვე აქ არსებულ რაღაც სიმბოლო, თქვენ დამატებით კიდე რაღაც ბონუსებს მიიღებთ. ანუ ამ შემთხვევაში 4-ვეს აქ და ვერასწრებით ვერაფერს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე სხვა უფრო ნაკლებს აქ. მაგალითად აი ეს თუ დავდებდი, უკვე მივიღებდი ამას და ამას ვერ მივიღებდი, იმიტომ რომ აქეთ არაფერი არ არის და ასე შემდეგ. ანუ ერთგვარი ფაზლივით არის, რომელიც ძალიან ბევრ შესაძლებლობას გაძლევს. ძალიან ბევრი სხვადასხვა საშუალება რო კურა დაიწერო, ძალიან ბევრი სხვადასხვა საშუალება რო კარგად დააწყო შენი ენჯინი, მაგალითად ეხან მე ეს ბარათი რო არ შემეძინა პირველი და ჯერ გამეშვა მუშა, სადაც ეს ბარათი იდო. მერე შემეძინა, მოხდებოდა ეს ამბავი, რომ ამ ბარათის მოსვლასთან ერთად ამ მუშასაც დავებრუნებდი, იმიტომ რომ მუშას სხვანაირად მე ვეღარ ვიბრუნებ. ხელში თუ რა თქმა უნდა არ გავაკეთე შესაბამისი მოქმედება, რომელიც გამოსახულია მაგალითად აი აქ. აი მაგალითად ტრეიდი გაძლევს საშუალებას, რომ ან ჟურნალს ჩაწერო და გადაადგილე შესაბამის ზედასრაგზე, ან დაებრუნო ერთი ნებისმიერი მუშა, რომელიც ბორდზეა გაშვებული, ანუ ბარათებზე და პლუს კიდე ერთ-ერთ ნებისმიერ გილდიაზე გავლა განახორციელა. ისეთი ადგილები, სადაც არანაირი მოცემულობა არ არის, აქ ნებისმიერ კამათელი შეგიძლია გაუშვა. ანუ თუ მაგალითად შენ პირველ სვლაზე ვერ მოახერხე და კარგად ვერ ააწყვე, ასე ვთქვათ, შენი სიმბოლოები, არაფერს ანერგულო არა, მაინც გააკეთებ რაღაცას, ანუ მაგას გააკეთებ, ყველა ვარიანტი შეგიძლია ჩოულებ ნებისმიერი ველიუს ქონე კამათელი შეგიძლია ჩადო აქ და აიღო ახალი თამაშობების ფასები აქაა მოცემული, თვითონ თორათებს აქ თავზე დატანილი, ზოგი უფასოა, ზოგი ფასიანი, ან აიღო მაგალითად 2 პროვიჟენი, როგორც აქაა მოცემული. ან აიღო მწვანე აპგრეიდი, ან აიღო 2 ფული. მწვანე აპგრეიდის ფასები 2 ფული არის, როგორც აი აქ არის მოცემული და ანუ სიმბოლოები არის ყველაფერი, რა ყველა ანუ რამდენიმე სიმბოლო სწავლა გჭირდება, რომ ყველაფერს ხვდები იდეალურად, საკმაოდ მარტივად დატანილი არის ამ სიმბოლოები ამ თამაში, ისევე როგორც პრინციპში ყველა გაფრთხილის თამაში და მე ჩემი აზრით საერთოდ არ გაგიჭირდებათ. ხო, ანუ ამ special upgrade-ებზე მოცემულია შესაბამისი სიმბოლოები, რომლებიც გეთვლებათ სხვადასხვა სიმბოლოების ფლაში, მაგალითად, სიტყვაზე რომ ვთქვათ, აი ეს ბარათი, როგორც კოსმოსური ანუ ციური ბარათია, რომელსაც მოცემულია პლანეტა და ეს გეუბნება, რომ თამაშს მიიღებთ 1 ქულას პლუს ყოველი პლანეტის სიმბოლოს ქონე ბარათზეო. ანუ ეს გეუბნებათ მარტო ეს ბარათი არის 1 ქულას პლუს 1 ქულა, იმიტომ რომ ესეთი სიმბოლო არის ამ თამაშში. უკვე თამაში თქვენ გაქვთ. შესაბამისად თქვენთვის ახლა ეს უკვე არის 2 ქულა, მარტო 1 ბარათი. კიდე ერთი ასეთი ბარათი იქნება 1 პლუს 2, ანუ 3 ქულა და ისიც 3 ქულა იქნება. ანუ ჩათვალე 1 ქულა პლუს რამდენი თაგისგა კიდე იმდენი 1 ქულაო. შესაბამისად ეს პლანეტები საკმაოდ ბევრი ქულა შეუძლია დაგიწეროთ და თან დააკვირდით, რომ თქვენ შეგიძლიათ ესეთი ერთჯერადი აპგრეიდი შეიძინოთ, რომელიც მოქმედებებში არ ეხმარებათ, მაგრამ ამ ბარათისთვის დაგეხმარება და პლუს 3 ქულას მოგცემთ თამაშის ბოლოს. რაც თქვენ ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა გიღირთ თუ არა. ერთი რამ ასევე რაც უნდა გავითვალისწინოთ, რაც შეზღუდვა არის, თაჯ როცა იღებთ, თქვენ არ შეგიძლიათ ამ თაჯის ასე შემოტრიალება, შეგიძლიათ ხოლმე გადმოატრიალოთ. გამოტრიალებისას თქვენ ხედავთ, რომ აქ მოცემული არის მინუსი, აქ პლუსი, ეს დადება შეგიძლიათ, ანუ უნდა უყუროთ პირისპირ ასე ვთქვათ, მოდი ისინი ყველა ვერტიკალურია ისედაც და მაგათი დაფლიპ არაფერს არ მოგცემთ, უბრალოდ მათი გამოტრიალებას ჰორიზონტალურად არ შეგიძლიათ. ხო, ну, სამი თავარი მოქმედება, რა ვთქვით, ანუ აკლემი სიმბოლო გაძლევს ხმელეთის ბარათებს, გემის სიმბოლო გაძლევს ზღვის ბარათებს, ჭოგრიტი გაძლევს ციურ ბარათებს იწვევას, ხოლო მელასამელნე გაძლევთ ჟურნალის მოქმედების განხორციელებას, ჟურნალზე კითხვით რა შეგიძლიათ, როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ თავიდან, ანუ არაფერი მოთხოვნა არ აქვს, როგორც გადადიხარ შესაბამის სიმბოლოების მიხედვით იღებთ ერთჯერად ბონუსებს, მაგრამ აი აქედან რომ გადავიდე, მე უკვე უნდა მქონდეს 2 თამაშმოქმედი ჩემთან შემოყვანილი, ან აქ რო ჩავიდე, მე უნდა მქონდეს უკვე ერთი ყვითელი აპგრეიდი შემოყვანილი ჩემს ქარავანში, შესაბამისად მე მინდა ზევითავა, მინდა ქვევიჩავა ჩემი დასაწყისე, რომელიც მოახერხე. როგორც კი აქ გადავდივარ, მე ვიღებ მწვანე მუშას და მე
თავისთავად იმედა დავდებ მე სხვათა შეუძლია ეს წაიღოს ჩვეულები. ხო, პრინციპში ესაა სულ თამაშის ბოლო როგორც ვთქვით, ასე გერდება ეგრევე როგორც კი ერთ-ერთი მოთამაშე თავის ჟურნალისტ რეაქცია ბოლო 5 ლოკაციიდან ერთ-ერთზე, მე ყველას ერთმანეთს თვითონ უსვენ და მორჩება თამაში. ქულები ბევრნაირად იწერება, სეტებით, ზოგიერთი ბარათებით, ცივი ბარათებია საუბარი, ინსპირაციები თუ შეასრულებთ, აორმაგებთ ცივი ბარათის ქულებს, თქვენი აპგრეიდები, რომლებიც გაძლევს საჯერად ქულებს. ასევე გილდიაზე, ვისაც მეტი ქულები გავლენა ექნება, მიიღებს კიდე 3 ქულას. თითოეული გილდიისთვის. Wayfarers of the South Tigris არის ამ ტრილოგიის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში, ანუ მე ვერ ვიტყვი რომ ამ ტრილოგიიდან რომელიმე ცუდია თქო, როდესაც სამივეს განვიხილავთ, მე შეგვიძლია რა თქმა უნდა შევაჯამოთ, მაგრამ პირველი თამაში იყო, რომელიც ამ ტრილოგიაში შემოვიდა თავისთავად და პირველი თამაში იყო, რომელშიც მე კამათლები ვნახე გარფილის თამაშებში და თავიდან იყო შოკი. მაგრამ 2-3 სესიის მერე აი ძალიან კაი სათამაშო არის. მით უმეტეს, როდესაც უკვე ამოღამებ სიმბოლოებს, ანუ მთელი თამაშის განმავლობაში გააქვთ ძალიან სასიამოვნო განწყობა, გზნობა რომ ბევრი რამის გაკეთება შეგელია რეალურად. თავარია კარგად გადაანაწილო რესურსები, სწორად დასახო სტრატეგიები, სად რა უნდა გააკეთო და ყველაფერი ამაში გეხმარება იდეაში აი ეს ჟურნალისტი რეკი, რომლებიც პირდაპირ გეუბნება რომ აი იმის რომ გადახვიდე, აი ეს სიმბოლოები უნდა შეაგრო რა. ასევე გეხმარება ის ბარათები, რომელიც პირდაპირ გეუბნება რომ თუ გინდა რომ ქულები აიღო, ეგ სიმბოლოები შეაგროვე. ანუ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია. იქიდან გამომდინარე რომ ასე ვთქვათ, თამაში რაუნდის ბოლო ტრიგერდება ეგრეთ წოდებული რეის მექანიკით, შეგიძლია ეგ ამბავი, ანუ რა ვიცი, სხვადასხვანაირად დაამოდიფიცირო, მაგრამ ყველანაირად ყველა პონჩი თამაშის სასიამოვნო ნაწილის ამით არაფერი არ ემუქრება. და მე გიჩვენებთ რომ თუ თქვენ აქამდე მოგწონათ გარფილის თამაშები, ეს ტრილოგიაც შეიძლება და დაიწყოთ Wayfarers თავისთავად. მაშასე თუ თქვენ მოგეწონათ ეს ვიდეო გამოიწერეთ ჩვენი არხი, თუ რა გამიკითხვები გექნათ მომწერეთ კომენტარებში და რა ყველაზე მთავარია ითამაშეთ მეტი board game-ები.